გარდამის მუნიციპალიტეტში კი თელეთობა აღნიშნეს სახალხო დღესასწაულის ეპიცენტრი ქალაქის ცენტრში ცნობილი მოჭიდავისა და მწვრთნელის ნუგზარ ონიანის სახელობის საჭიდაო არენა იყო, სადაც ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრი გაიმართა. თელეთობა 2015 სოფო ცერცოძის სიუჟეტში. სოფელ თელეთში თელეთობა სპორტული ღონისძიებებით აღნიშნეს. ქართულ ჭიდაობაში ერთმანეთს ფალავნები დაუპირისპირდნენ. წელს პირველად მძიმე წონით კატეგორიაში გამარჯვებულ საჩუქრად გუბერნატორის თასი გადაეცა. დღესვე ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ქვემოქართლის გუბერნატორი რეგიონში ქართული ჭიდაობის განვითარება პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დიპლომით დააჯილდოვა. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ქრისტიანობამდელი დღესასწაული. აქ მთელი საქართველო იყრიდა თავს და ყოველთვის იყო ზეიმი ვაჟკაცობის, ზეიმი რაინდობის და ეს ტრადიცია, რომელიც უძველესი დროიდან მოდის, აუცილებლად არის ასაღორძინებელი. ყველა რეგიონიდან თითქმის ჩამოსულია მოჭიდავეები, იმერეთია, ცაგერიდან არიან ჩამოსული, კახეთია, ქართლია, მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველა წონით კატეგორიაში თამაშდება ფულადი პრემიები. მძიმე წონაში გუბერნატორის თასი თამაშდება, რომელიც მძიმე წონაში გამარჯვებული მიიღებს. ქართული ჭიდაობის გარდა სპორტული შეჯიბრება მკლავჭიცსა და ფეხბურთშიც გაიმართა. გამარჯვებულები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დააჯილდოვა. თელეთობა 2015-ის ფარგლებში ღვაწმოსილ სპორტსმენს ნუგზარ ონიანს სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება მიენიჭა. თელეთობას მხარისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში ჩინეთის ელჩიც ესწრებოდა. მოხარული ვარ, რომ ნაციონალურ ღონისძიებას ვესწრები. დავესწარით შეჯიბრს ჭიდაობაში. ძალა და ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია ამ სპორტში. ყველა სპორტსმენს წარმატება მინდა ვუსურვო. ძალიან მოხარული გახარებული ვარ სულ ყველა. და იმიტომ რომ ეს დღეს ალბათ მეც დიდი წვლილი მიმიწვის ამ სპორტში და ეს მაჯილდოებები მომგონია დამსახურებული მუშაკის წოდებას მაძლევენ. ყველა გამარჯვებულს მივულოცავთ, ასევე დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით და პრიზებით და მედლებით, ასევე სიგელებით, ასევე დაწესდა გუბერნატორის თასი, რომელიც გადაეცემა ფალავნობაში გამარჯვებულ მოჭიდავეს. თელეთობას გარდაბნის მუნიციპალიტეტში ყოველი წლის 21 მაისს ამაღლების დღესასწაულზე აღნიშნავენ.